უშინ საქართველოს სუპერლიგის ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა ფინალური სერიის მეოთხე დაპირისპირება, რომელშიც ერთმანეთს TSU და ქუთაისი 2010 შეხვდნენ. ეს შეხვედრა დასრულდა ქუთაისი 2010-ის გამარჯვებით, რაც იმას ნიშნავს, რომ გადამწყვეტი მეხუთე შეხვედრა უნდა გაიმართოს ფინალში, რომელიც ქუთაისში ჩატარდება. 80-ით 71 მოიგო ქუთაისმა ეს მატჩი და მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო მარკელ სმიტი, რომელსაც 26 ქულა ჩააგდო. ქუთაისის ლეგიონერი გიორგი კორსანტია ასევე ერთ-ერთი საუკეთესო იყო 20 ქულით 9 მოხსნით და 4 პასით. აკაკი დვალიშვილმა 11 ქულა ჩააგდო, გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე 10 ქულა არის. TSU-დან გამორჩეული იყო დემონტრე ტომასი 17 ქულით, გიორგი ცინცაძემ 12 ქულასა და 5 პასს მოუყარა თავი. 30 მაისს გაიმართება გადამწყვეტი შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე ქუთაისის სპორტის სასახლეში. ქუთაისს აქვს უნიკალური შანსი, რომ გაიმეოროს ისტორიული მიღწევა 1997 წელს ზურაბ ტომარაძის ხელმძღვანელობით ვითამ რუსთავის 120 დაუტრიალა სერია 2-0 მარცხნივდა და 3-2 მოიგო. ასეთი შემთხვევა ახლაც ქუთაისმა პირველი ორი შეხვედრა საშინაო არენაზე დათმო, შემდეგ გასვლაზე მოიგო ორივე მატჩი და ახლა 30 მაისს ეცდება გუნდი, რომ 28 წლის წინანდელი მიღწევა საქართველოს სუპერლიგაში გაიმეოროს და შეძლოს საქართველოს ჩემპიონის სტატუსის მოპოვება. ამისათვის საშინაო არენაზე ფინალურ სერიაში პირველი გამარჯვების მოპოვება დაჭირდება გუნდს, რომელიც არის ერთ-ერთი ფავორიტი, რა თქმა უნდა, მთელი სეზონის განმავლობაში და ეცდება ტიტულის შენარჩუნებას. კოტეტოღოშის გუნდი ამ სერიაში ვნახოთ რა გამოუვათ მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგ ფინალურ და გადამწყვეტ შეხვედრაში. TSU კი ორი მარცხის შემდეგ ეცდება ვითარების გამოსწორებას და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ქუთაისში. გულშემატკივრებსაც უნდა გახარებოდა ესეთი მე ვფიქრობ მაღალი დონის თამაში იყო, ძალიან სანახაობრივი თამაში იყო და რატომაც არა მეხუთე თამაში ჩავატაროთ. მიხარია მე ჩემი ბიჭების გამო მიხარია, რომლებმაც ვფიქრობ დაიმსახურეს ის რომ ბოლომდე იბრძოლონ ჩემპიონობისთვის და სწორედ ამას მივახციე დღეს. წინ ვიცი რომ ურთულესი თამაში გველოდება, ძალები უნდა აღვიდგინო და საკუთარ კედლებში ველოდებით TSU-ს. ქუთაისლებო, მოდიან თბილისლები დავხვდეთ როგორც გვეკადრება. აუცილებლად ჩვენს გულშემატკივრებს დავუპირდით რომ ვიბრძოლებდით, ჩვენს ვიბრძოლეთ, ეხლა უკვე ჯერი ჩემპიონობაზეა. ჩვენს სათამაშო გეგმას 40 წუთის განმავლობაში ვასრულებდით. წნეხის გარეშე ვიასპარეზეთ, რადგანაც სერიაში ვმარცხდებოდით და მატჩის მოგებაც შევძელით. ორი საშინაო დაპირისპირება წავაგეთ. სტუმრად კი ორივეჯერ გავიმარჯვეთ. კალათბურთი ასეთი თამაშია, ეს პლეი-ოფია. აქ ყველაფერი შესაძლებელია. დღევანდელი ჩემი კარგი გამოსვლა ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ბევრჯერ ვისროლე და ძალიან მიხარია, რომ თამაშიც წამევიდა.